მან უნდა დადო ხო? ბიჭო მზე ურტყავს იქიდან და არ გამოჩდებით, რავი თუ გამოჩდებით? There is something very wrong with our world. Რაღაც ძალიან ცუდი ხდება ჩვენ სამყაროში. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდგომ სოფლიო საზოგადოებამ დაღმავალი გზებით იარა და ვერ აიცილა ის, რისი აცილებაც ხალხებს სურდათ ახალ ათასწლეულში. ადამიანს ეუფლება აკრძალვების შეგრძნება, რომლითაც მთელი მსოფლიოა გარემოცული. ეს არის შეგრძნება იმისა, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. რომ არსებობს უხილავი ბოროტება, რომელიც ყოველდღიურობის სიღრმეში მოედინება. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით გვესაუბრებიან ყველა პრობლემაზე, რომელსაც ყოველდღე უპირისპირდებით, ყოველდღიური სატყივარი, გლობალური ტერორიზმი, შიმშილი, დაავადებები, გლობალური დათბობა, გლობალური ომები, ბევრისათვის ცხადი ხდება, რომ იმ პრობლემების მიღმა, რომელსაც ასე გულმოდგინედ გვახვევს თავს მედია, მართლაც არსებობს დიდი საფრთხის შემცველი რეალური პრობლემა. ამასაც ცნობიერებს ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც ხვდება, რომ ჩვენი სამყარო და მთელი კაცობრიობა ნამდვილად დგას უზარმაზარი საშიშროების წინაშე. არსებობს აზრი, რომ ასეთი ვითარების შექმნაში დანაშაული სხვადასხვა ჯგუფებსა და ისეთ საიდუმლო ორგანიზაციებს მიუძღვით, როგორიც არიან რომის კლუბი, ბილდერბერგერები, თავისუფალი მასონები, ბოჰემური კლუბი, სიონისტები, ვატიკანის კონსპირაცია, თავის ქალადაძლები და მრავალი სხვა, რომელთა სია შეიძლება სასწაულად გაგრძელდეს. საქმე ის არის, რომ ყველა ეს ზემოხსენებული ორგანიზაცია თავისებურად არის ჩაბმული ამ პროცესში და ყოველი მათგანი მისთვის განსაკუთრებულ ამოცანას ასრულებს. მაგალითად, სიონიზმი რვაფეხას ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საცეცია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ტერორისტული აქტების უმრავლესობა მთელ მსოფლიოში. მაგრამ სიონიზმი ხეულას მხოლოდ ერთ-ერთი შრეა, ისევე როგორც ბილდერბერგერების ჯგუფი, ბოჰემური კლუბი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია. ყოველი მათგანი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომლაც სათავეში დგას მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ილუმინატების სახელწოდებით არის ცნობილი. ჩემს მიერ მოძიებული მრავალი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ არის აწყობილი მთელი ეს სისტემა და როგორ ფუნქციონირებს იგი, მოვათავსე დიდი ფილმების სერიების სახით ჩემს YouTube-ის არხზე. ბევრი რამ, რაც შემდგომ გამოჩნდება და რასაც მომავალში მოვათავსებ ზემოხსენებულ არხს სახელწოდებით 9 წილადი 11-ის ჯაჭვის დაკარგული რგოლები დაკავშირებულია ილუმინატების სიონისტურ საცეცებთან, რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების უკან დგას. ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი მიზანია ძირი გამოუთხაროს მთავრობებს, შექმნას არასტაბილური მდგომარეობა, გლობალურად გააკონტროლოს ნარკოტიკები, ადამიანებით ვაჭრობა და ყველა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას ჩათვლით. სხვათა შორის ალ-კაიდა არის ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად გამოგონილია და სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება იმ მოჯაჰედების სიისაგან, რომლებიც 70-იანი წლების ბოლოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყო გაწვრთნილი. სიტყვები ალ-კაიდა არაბულიდან ზუსტად ითარგმნება როგორც მონაცემთა ბაზა. არ შეცდეთ თუ ფიქრობთ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და მოსადის ბიჭები კარგები არიან. მათზე ყველაფერი შეიძლება ითქვას კარგის გარდა. მთელი მსოფლიო ერთგვარი სცენაა და ყველაფერი, რაც კი მასზე მნიშვნელოვანი ხდება, ილუმინატების ურთიერთჩახლართული საიდუმლო ორგანიზაციების ხელით იმართება და მათ მიერ არის დამეგმილი. მთელ მსოფლიოს ისინი მართავენ. ამ მექანიზმის სასიცოცხლო მაკონტროლებელი ცენტრებია ილუმინატების 3 ქალაქის სახელმწიფო, რომლების თვითმართველი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია მასპინძელი სახელმწიფოს შიგნით. პირველი მათგანი ქალაქ ლონდონის საბანკო ცენტრია, რომელიც წარმოადგენს მონეტარული კონტროლის ცენტრს. მეორე შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში მდებარეობს სამხედრო კონტროლის ცენტრი. მესამე ქალაქი ვატიკანი, სულიერი კონტროლის ცენტრი. თითოეული მათგანი სრულიად დამოუკიდებელი, თვითმართველი და სუვერენული სახელმწიფოა არსებული სუვერენული სახელმწიფოს შიგნით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი საკუთარი კანონები, საკუთარი საინფორმაციო სამსახურები და ინფრასტრუქტურა. არც ერთი არ უხდის გადასახადს იმ ქვეყანას, რომელშიც ის არის განლაგებული. თითოეულს აქვს საკუთარი დროშა, რომელზედაც 3 ვარსკვლავია გამოსახული და რომელიც აღნიშნავს 3 ქალაქს სახელმწიფოს. თითოეულ ქალაქს აქვს თავისი საკუთარი ობელისკი, როგორც მსოფლიოს მაკონტროლებელი გენეალოგიის სიმბოლო, რომელსაც აშკარად უძველესი ეგვიპტისაკენ მივყავართ. სწორედ ამ 3 ზემოხსენებული ცენტრიდან ხორციელდება მსოფლიოს ყველა ასპექტის კონტროლი.
ვინ არიან ეს მაკონტროლებლები? რატომ მოქმედებენ ასე კაცობრიობის წინააღმდეგ? ეს ადამიანები უკვე აკონტროლებენ მთელ ფულსა და რესურსებს. თავისი ახირების გამო იწყებენ ომებსა და იწვევენ შიმშილს. რატომ მიდიან ისინი კიდევ უფრო შორს და რა დარჩათ კიდევ ხელში ჩასაგდები? სწორედ აქ რთულდება ზემოხსენებული სახსნა, რადგან თვით ილუმინატებიც კი აღიარებენ, რომ არსებობს სხვა უხილავი ხელი, რომელიც მათაც კი აკონტროლებს. თუ ვის ეკუთვნის ეს იდუმარი ხელი ჩვენი შემდგომი ვიდეოფილმის საგანი იქნება. ამჯერად კი საკმარისია ითქვას, რომ დღესდღეობით ასეთია რეალობა. გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენივე ემოციებითა და განზრახვითაა შექმნილი და ცხადი არ წარმოადგენს რეალობას. მათ ვინც აკონტროლებს კაცობრიობას, ისევე კარგად იციან ეს, როგორც მრავალმა სხვა კულტურამ. ამ არგუმენტის შეშმარიტების და მადასტურებელი საბუთები ყველგან მოიპოვება. ჩვენ, დასავლეთელები, ვფიქრობთ, რომ უფრო განვითარებული ვართ ვიდრე სხვა ერები. რადგანაც გვაქვს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტომანქანები, მობილური ტელეფონები და პლაზმური ტელევიზორები, მაგრამ ყოველივე ეს უბრალოდ წვრილმანებია. ყველაფერი გამიზნულია თვალის მოსატყუებლად და მიზნად ისახავს ჩამოგვაცილოს სამყაროში არსებულ იმ რეალურ ძალას, რომელთანაც ჩვენ ყველანი დაკავშირებული ვართ. ეს კავშირი უფრო დიდი ძალით იჭერს თავს. ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი იღვიძებს, რადგან ჩვენ უახლოვდებით გალაქტიკის ეკლიპტიკისა და დედამიწის სისწრაფის ზღვარს და შესაბამისად ყველა და ყველაფერი აღსდგება. სახელისუფლო ელიტამ იცის ამის შესახებ. მათ იციან, რომ ჩვენი პლანეტა და მთელი ჩვენი მზის სისტემა აღდგომას იწყებს. ამასთან ერთად იღვიძებს ადამიანის სიღრმისეული ცნობიერება, რასაც ისინი უპირისპირებენ ვირტუალურ სენსორულ იერიშს, ტელევიზიას, სექსს, სრულიად უაზრო ჭორებს ცნობილ ადამიანებზე. იგონებენ უფრო და უფრო ბრჭყიალა სატყუარას და ცდილობენ მეტი შიშის დანერგვას, ომებით, ტერორიზმით, გლობალური დათბობის მითით, საკვების და საწოლის ნაკლებობით, ქათმის, გრიპის და სხვა დაავადებების გავრცელებით. ნებისმიერი რამ, რასაც ისინი მოიაზრებენ, ქმნის ნეგატიურ ენერგიასა და შიშს, სტრესის, სიძულვილის და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს. ყოველივე ამით დღემდე ისინი გარკვეულწილად წარმატებასაც მიაღწევენ. ამჟამად ხალხი გამოღვიძებას იწყებს. ამიტომ ეს გზავნილი ჟღერს როგორც იმედი, როგორც გამოწვევა და მოწოდება ყველას მიმართ, ყველა პოლიციელისა და სამხედრო პირის მიმართ, როგორც შეხსენება იმისა, რომ პოლიციის, ისევე როგორც სამხედრო მოსამსახურეების მოვალეობა არ არის კანონის ბრმა ძალისმიერი შესრულება. მათი მოვალეობა არა კორუმპირებული პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოებისა და ერის დაცვა და სამსახურია. თუ პოლიტიკოსები ინერტულები არიან კანონის მიმართ, ან უშვებენ ისეთ დეკრეტებს, რომლებიც ტრგუნავენ ადამიანის უფლებებს, ან არ მუშაობენ ხალხის საკრებულოდ, ხელს არ უწყობენ თითოეული ინდივიდის დაცვას და პიროვნულ ბედნიერებას, მაშინ ისინი ცდილობენ ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც მათ ძალაუფლებას განამტკიცებს, მათი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს დააპატიმრებს და გზიდან ჩამოიცილებს. ხალხია სუვერენული და არა მთავრობა. მთავრობაა ხალხის მსახური და არა პირიქით. რა თქმა უნდა, ზოგიერთი პოლიციელის გამოღვიძება რთულია, თუ შეუძლებელი არა, რადგან ბევრ მათგანს უკვე ჩადგმული აქვს ჩიპები. ასეთი ადამიანების ემოციების გაკონტროლება უაღრესად ადვილია. ადამიანის სხეული სხვა არაფერია თუ არა ბიოლოგიური კომპიუტერი. მისი ყველა მოქმედება, შეგრძნებები და ემოციები კონტროლდება ტვინის ელექტრონული იმპულსებით. ადამიანის სხეულში მიკროჩიპის ჩადგმას საშუალებას აძლევს კომპიუტერს, ისევე როგორც პერსონალური კომპიუტერებისათვის განკუთვნილ კომპიუტერულ ვირუსს გარედან შეაღწიოს ორგანიზმში. რაც არ უნდა პრაქტიკული, მოსახერხებელი და გამოსადეგი ჩანდეს, არც ერთმა განათლებულმა და მოაზროვნე ადამიანმა არ უნდა დაუშვას, რომ მას ოდესმე მიკროჩიპი ჩაუდგა. თუ თქვენ ნებას დართავდა ჩიპს ჩაადგმევინებთ, მაშინ თქვენი სიცოცხლე, ყველა თქვენი ფიქრი და ემოცია აღმოჩნდება ვიღაცის ხელში. ისეთი ადამიანის ხელში, ვისაც თქვენ საერთოდ არ იცნობთ. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს რეალური ფაქტია. ბოლო ათწლეულების მანძილზე მეცნიერებმა დიდი წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტები ცხოველებზე. სიხშირის მცირე ცვლილებების გზით ისინი ადვილად აღზრაზენ მათში ექსტრემალურ ემოციებს, უკიდურესი კმაყოფილებიდან უკიდურეს გააფთრებამდე. როგორც ეს ცხადად ჩანს ამ კატის მაგალითზე. ემოციების კონტროლის ეს ტექნოლოგია ნამდვილად არსებობს. ეს არ არის ფანტაზიის ნახოთი. ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია იდგეს ხალხისა და საზოგადოების სამსახურში, ჩვენ მოწმენი ვხდებით, რომ ამ ტექნოლოგიების საშუალებით პოლიციელები ხალხზე თამაშებულ ძალადობას, ზეწოლასა და დაშინებას ახდენენ. ყველამ ცხადად უნდა გაიგოს, რომ არსებობს მხოლოდ ორი ჭეშმარიტი გრძნობა, სიყვარული და შიში. ყველა სხვა გრძნობა ამ ორი ძირითადი გრძნობიდან წარმოიშობა. სიყვარული ბევრად უფრო სწრაფი ვიბრაციაა ვიდრე შიში. დადგენილია, რომ სიყვარული უშუალო ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის
ადამიანის გენეტიკურ კოდზე. იგი მასში არსებული უფრო მეტი ცენტრის სტიმულირებას იწვევს. სწორედ ეს იძლევა ნამდვილი ევოლუციის საშუალებას და სწორედ ეს არის ის ცოდნა, რომელსაც ელიტა ასე თავგამოდებით უმალავს თავისხავს. ადამიანებს, რომლებიც სიყვარულით ცხოვრობენ, უვითარდებათ მაღალი ცნობიერება, სიღრმისეული ცოდნა, შეგნება და მართლ ელიტას მათზე კონტროლი ხელიდან ეცემა. აი რას ამბობს ამ საქმეში ჩახედული მეცნიერი. არსებობს გენეტიკური კოდების 64 ალბათობა, რომელთაგან მოქმედებაში მხოლოდ 20 ამინომჟავაა ჩართული. მართლაც გასაოცარია, რომ მეცნიერებმა შეძლეს ყოველივე ამის თვალნათვლი წარმოჩენა. მათი აღმოჩენის მიხედვით არსებობს გადამხდელი, რომელიც გამოირთვება ან ჩაირთვება იმ ადგილებზე, სადაც გენეტიკური კოდები მდებარეობენ. სწორედ ეს არის ის წერტილები, სადაც ესა თუ ის ემოცია წარმოიშობა და ქმედება. აქ ჩვენ პირველად ვხედავთ ემოციის იმ მოდელს, რომელიც ფიზიკურად უშუალოდ უკავშირდება ადამიანის გენეტიკურ მასალას. როგორც კი ემოცია გრძელი წითელი მრუდე შეხება იმ წერტილთან მივა, რომელიც დნმ-ის ორმაგ სპირალს გადაკვეთს, განისაზღვრება ის ადგილი, რომელზედაც კოდი ან გაითიშება, ან ჩაირთვება. ადამიანს უმთავრესად გააჩნია ორი ძირითადი ემოცია: შიში და სიყვარული, რომელთაგან შემდგომში ყველა დანარჩენი ემოცია წარმოიშვება და შიშის ემოციას აქვს გრძელი მდორე ტალღა, რომელიც სიყვარულის ტალღასთან შედარებით დნმ-ის ნაკლებ წერტილებს ეხება. აქედან გამომდინარე პიროვნება, რომელიც შიშში ცხოვრობს, შეზღუდულია მასში არსებული გენეტიკური ანტენების რაოდენობით, ხოლო იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სიყვარულის მოდელით, როგორც ეს სქემაზე აშკარად ჩანს, აქვს მეტი სიხშირე და მის გენეტიკურ მოდელში ბევრად უფრო მეტი პოტენციური წერტილი არსებობს კოდირებისათვის. ანუ მისი გონება ბევრად უფრო გახსნილია. ეს მართლაც გასაოცარი ინფორმაციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ხელთ აგვაქვს მტკიცე ციფრული კავშირი ემოციასა და გენეტიკას შორის. ამით იმის თქმა გსურს, რომ როგორც თქვენ შეძლებთ ცხოვრებაში საკუთარი ემოციის ინტერპრეტირებას და აღქმას, ისე განსაზღვრავთ თქვენი სხეულის გენეტიკურ რეაქციას. თუ შევადარებთ, სიყვარულში უფრო მეტი ალბათობა არსებობს და ბევრად უფრო მეტი გენეტიკური მოდელის კოდირებაა შესაძლებელი. And determines how your body responds genetically. In compassion, in love, you have the opportunity, and it is an opportunity, to encode many more genetic patterns within your body. ეს არის ნაწილი იმ დამალული ცოდნისა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავენ ილუმინატების მსგავსი ორგანიზაციები. სწორედ ამიტომ დასავლეთის საზოგადოება და თანამედროვე რელიგიები ასე სასტიკად ებრძოდნენ წარმართობას, რადგან მასში არსებული გზავნილი საფრთხეს უქმნიდა მათ ჰეგემონიას. სიკვდილის ჯიდან ყველას, ვინც წარმართულ რელიგიურ წესებს ასრულებდა. მაგრამ დღეს, თუ თქვენ გამოკითხავთ ანდების მთებში მიყრუებული სოფლის პატარა ბავშვსაც კი, მიხვდებით, რომ მასაც აქვს ის ინფორმაცია, რომელიც დამალული იყო დასავლეთისათვის. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს მიუდგეთ სიყვარულით აღსავსე გულით. ამის გაკეთება შესაძლოა ძნელიც იყოს იმ დროს, როდესაც უპირისპირდები არსებულ სინამდვილესა და იმ ბოროტებას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ჩვენი სახელით ახორციელებს. თავშეურაცხყოფილად გრძნობთ, ბრაზობთ, ეს ბუნებრივი რეაქციაა, რადგან ბრაზი და შეურაცხყოფის გრძნობა სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო იბადება. გრძნობთ სიძულვილის დამნაშავეების მიმართ. სიძულვილი ცუდია, თუმცა ძალიან ძნელია მახეში არ გაებათ. სიძულვილი საოცრად ნეგატიური გრძნობაა და მას შეუძლია კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ემოცია წარმოშოს. ადამიანებს, რომლებიც სიძულვილს ნერგავენ და მთელ სამყაროში ავრცელებენ, სულ სხვებს მათ მიმართაც სიძულვილი გაუჩნდათ. ისინი არ დაეძებენ თუ ვისკენ არის ის მიმართა. თავარია რომ ზულდეს ვიღაც ან რაღაც. მათი მიზანია უარყოფითმა ენერგიამ უფრო მეტი ძალით განაგრძოს დინება. ნუ შეიძულებთ თქვენ დღეს. ჯორჯ ბუში გენოციდური მანიაკია, მაგრამ ნუ შეიძულებთ მას. გიყვარდეთ და გებრალებოდეთ ის, როგორც გზასაცდენილი ადამიანი. გამოხატეთ სიბრაზე, მაგრამ ნუ შეიძულებთ. სიძულვილი თქვენს მტრებს, თქვენს წინააღმდეგ უფრო მეტ ძალას მატებს და მხოლოდ სამაგიეროს გადახდის სურვილს აღვიებს. როცა საქმე ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებულ განზრახვას ეხება, ბევრი შეიარაღებულ ამბოხებაზე საუბრობს, მაგრამ ეს ის გზა არ არის. მათ სწორედ შეიარაღებული ამბოხება სურთ. თქვენ უნდა მიხვდეთ ამას და არ მისცეთ მათ ამის საშუალება. შეიარაღებული ამბოხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოიწვევს. იარაღით კი მსოფლიოს ახალი წესრიგის დამარცხება ვერასოდეს მოხერხდება. მათ ისეთი ტექნოლოგიები აქვთ, რომელსაც თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ და რომელიც ნებისმიერ შეიარაღებულ ამბოხებას გაანადგურებს.
როცა ვამბობ თუ რა მნიშვნელოვანია ყოველივე ამას სიყვარულით მიუდგეთ, გულის ამაჩუყებელ გრძნობებს არ გულისხმობ. ეს არ ნიშნავს ვიყოთ პასიურები და თმები ყვავილების გვირგვინით შევიმგოთ. მე ჭეშმარიტ სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, ყველა ხალხისა და საერთოდ ყოველგვარი სიცოცხლის გაგებაზე ვსაუბრობ. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სოფლიოს ხალხებს შორის არავითარი დაყოფა არ არსებობს, რომ ეს არის მართველი ელიტის მიერ შექმნილი ილუზია. ყურადღებას ნუ მიაგწევთ, არავითარი დაყოფა არ არსებობს. სხვა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთადერთი და ეს ერთადერთი ვართ ჩვენ. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ხალხს არ სურს ომი. ომი სურთ მხოლოდ ქვეყნების ლიდერებსა და ბანკიერებს. არ მიეცეთ მათ არის საშუალება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს პრობლემები უნიკალურია და რომ ისინი მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ასე მაგალითად, ბევრ ამერიკელს შეუძლია განაცხადოს, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია ამერიკის საშინაო პრობლემაა. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. კონსპირაცია, რასთანაც გვაქვს საქმე, ძალიან ძველი, კარგად მოფიქრებული, გათვლილი და მართლაც გლობალურია. ის სათავეს ევროპაში იღებს. ამერიკელებს ის უბრალოდ შინაურ პრობლემად ეჩვენებათ, რადგან შეერთებულ შტატებში ის უფრო ქმედითია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამერიკელი ხალხის საწინააღმდეგოდ ვამბობთ ამას. კიდევ ერთხელ უსვამთ ხაზს, რომ ამ განსაკუთრებულ დროში ეს კონსპირაცია შეერთებულ შტატებში უფრო აქტიურია. ილუმინატების სამხედრო კონტროლის ცენტრი ხომ შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარეობს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ამერიკელმა ხალხმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება და აღადგინოს თავისი კონსტიტუცია. თუ ამის მიღწევას ის ვერ შეძლებს, მაშინ მოსალოდნელია მართლა ძალიან ცუდი დღე დაუდგეს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს. ახალ მსოფლიო წესრიგს ვერსად გაექცევი. ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ გადახვალ საცხოვრებლად. არავითარი შანსი არ არსებობს შექმნა ალტერნატიული საზოგადოება, რომელიც მათგან ხელშეუხებელი დარჩება. მათი გავლენა მთელ დედამიწაზე გავრცელდება. ახალი მსოფლიო წესრიგის, ფაშისტური ბოროტების, რომელიც მალულად მოიპანება ჩვენს პლანეტაზე, დამარცხების ერთადერთი რეალური გზა პრობლემის მიზეზობრივი ფესვების ამოძირკვა. იმ გველეშაპის თავის მოყვეთაა, რომელსაც გლობალური მონეტარული სისტემა წარმოადგენს. ისინი, ვინც ამ სისტემას აკონტროლებს, ძალაუფლების მანიით არიან შეპყრობილი და მსოფლიოში შოკურ სიტუაციას ხელოვნურად ქმნიან. ეს არის კრიმინალური საბანკო ელიტა, რომელიც როკფელერების, როტშილდებისა და სხვა ოჯახური კლანებისაგან შედგება. ამის დამადასტურებელი საბუთები უხვად მოიპოვება. ამ ადამიანებმა ფეხქვეშ გათელეს მთელი კაცობრიობა. მათ ჩვენ უფრო მეტჯერ გაგვყიდეს, ვიდრე ჩვენ ოდესმე ამას არ მოვიდგენთ. ნასკნელი 300 წლის მანძილზე მხოლოდ როტშილდების ოჯახმა ტყუილებითა და ვერაგობით, მილიონობით ადამიანის სისხლითა და უბედურებით მოახერხა, ხელში ჩაეგდო დედამიწის მთელი სიმდიდრის ნახევარზე მეტი. ამ საერთაშორისო ელიტარული კრიმინალების მიზანია მოახდინონ დედამიწის მოსახლეობის მიკროჩიპირება და იმათი ლიკვიდაცია, ვინც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. მათ სურთ მთლიანად აიღონ ხელში ადამიანებზე კონტროლი. ისინი ულმობლები და უაღრესად მძიმესენი დაავადებული ადამიანები არიან და არ ედარდებათ არავინ, ვინც მათი კლუბის წევრი არ არის. ერთადერთი გზა, რითაც ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს, ხალხის გლობალური რევოლუციაა. მაგრამ ეს რევოლუცია არ საჭიროებს სისხლის მღვრელ ბრძოლას. ფაქტიურად ერთი გასროლაც კი არ არის საჭირო. საჭიროა ხალხის გლობალური გამოღვიძება და არსებული სისტემისაგან გამიჯნა. ხალხმა უარი უნდა უთხრას ყველაფერს, რასაც სოფლიოს უმზადებენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ერთი კვირით მაინც სოფლიოს ხალხები ერთდროულად აღსდგებიან და დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. მოიმარაგეთ სანოვაგე და ერთი კვირის განმავლობაში არ გამოხვიდეთ გარეთ. ნუ იქნებით მომხმარებელი, ნუ უყურეთ ტელევიზორს, ნუ იყიდით ნავთობპროდუქტებს და ალკოჰოლს. უბრალოდ შეეცადეთ შეინარჩუნოთ არსებობის საშუალებები და გქონდეთ პირველადი მოხმარების საგნები. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა დაემართება ელიტას ერთი კვირით ყველაფერი რომ გაჩერდეს. ერთი კვირის გლობალური დაუმორჩილებლობაც კი მუხლებზე დააჩოქებს მთელ გლობალურ ელიტას და მოულოდნელი პიკირებით მთლიანად დაამსხვრევს მათ ახალ მსოფლიო წესრიგს. თუ ხალხი დაივიწყებს ყველაფერი იმას, რასაც სიმართლე დასაღებდა ტელევიზია, თუ მოგების სანაცვლოდ ადამიანები ერთმანეთს დაეხმარებიან, თუ ადამიანები არ შეიძენენ იმ სარგებლო ნივთებს, რომელსაც ელიტა ხალხზე ასაღებს, მაშინ კონტროლისა და მონობის სისტემა ბანკოს სახრივი დაიშლება. ის ძალაუფლება, რომელიც მართლ ელიტას გააჩნია მსოფლიოს ხალხებზე, არის ძალაუფლება, რომელიც ჩვენ თვითონ ვუბოძეთ მათ. ახალი მსოფლიო წესრიგის შესაჩერებლად მსოფლიოს ხალხების გაერთიანებული თანადგომა არა ძალადობა და არა დათმობა. ყველამ ერთად უნდა
ვთქვათ, არა ბატონებო, ჩვენ ამას აღარასოდეს დავინეულებთ. ეს მარტივია. ბოროტებას, რომელიც მალულად მოიპარება მსოფლიოში, ხალხი უნდა დაუპირისპირდეს და თანაც ძალიან სწრაფად. გლობალურ მოქმედებაში ადამიანთა სულიერი ერთიანობა, არა ძალადობა, არა დათმობა, არის ყველაფერი ის, რაც ბრძოლას მოგვაგებინებს. საჭიროა ყოველივე სწრაფად გაკეთდეს, რადგან ხალხს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მშვიდობიანი გზით ხელში აიღოს მართვისა და ვეარი. სავარაუდოა, რომ ამ ფილმის ავტორის მიმართ თქვენი პირველი რეაქცია გაბრაზება და გულისხმობა იყო. ეს გასაგებია, რადგან ფილმი თავაზობთ გაიაზროთ, თუ რამდენად სწორია ჩვენი შეხედულება მსოფლიოს. ნუ აღშფოთდებით. რომელიც თქვენ ჩამოგიყალიბდათ, სიცრუისა და სიყალბის შედეგია. საზოგადოებას ხომ გულდასმით წვრთნიდნენ, შთააგონებდნენ აზრს, რომ ჭეშმარიტების წვდომა უფრო საკუთარი ეგოს წინააღმდეგ იყო მიმართული და არა სულიერი მოთხოვნილებების გაგებისა და ბორკილებიდან გონების განთავისუფლებისაკენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ერთადერთი ძალა, რომელსაც მართველი ელიტა ხალხის წინააღმდეგ იყენებს, თვით ხალხმა უბოძა მას და ბოლოს მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვოთ, შეჩერდით. ჩაიხედეთ თქვენს გულებში, გააცნობიერეთ ჭეშმარიტი ძალა, ის ჭეშმარიტი პოტენცია, რომელიც ყოველ ჩვენგანს ასე უხვად უბოძა უფალმა.